ქართული ოცნება, ოლიგარქია უნდა ჩაბარდეს წარსულს. და უკვე გუშინვე ქართულმა ოცნებამ თავად აღიარა, რომ ის ბარდება წარსულს. და შეშინებულები, აცახცახებულები, კარს მომდგარი დამარცხების წინაშე ქართულმა ოცნებამ მიიღო ის გადაწყვეტილება გუშინვე, რომელიც მიიღო. მაგრამ ეს არ ცვლის არანაირ გეგმებს ჩვენს დღის წესრიგში. აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აღარანაირი ძალა არ აქვს ქართული ოცნების სურვილს გამოვიდეს დაწესებული 53%-იანი ბარიერის ვალდებულებიდან. ეს არის ძალიან მოკლედ და კონკრეტულად მინდა გითხრათ. გუშინ ქართულმა ოცნებამ დატოვა დასავლური სივრცე და პრაქტიკულად ქართულმა ოცნებამ გუშინ აღიარა თავად სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი. და ქართულმა ოცნებამ გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. კიდევ უფრო კაფიო გახდა თუ რასთან გვაქვს საქმე დღეს ჩვენ თანამედროვე საქართველოში. კიდევ უფრო ნათელი გახდა და ცხადი გახდა თუ რა არჩევნების წინაშე დგას ქართველი ერი. აქედან გამომდინარე, ასევე მოკლედ და კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის, ქართული ხალხის გამარჯვებისთვის და უკვე დამარცხებული ქართული ოცნების გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არანაირი სიტყვა არავინ არ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებული, რომელიც მიმართულია არჩევნებთან. ეს არის ქართული ოცნების ოცნება, რომ ქართულმა ხალხმა ფარღვალი დაყაროს და ხელი შეუწყოს ქართულ ოცნებას საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში. ეს არის ცხადზე უცხადეს, მეგობრებო. სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ძალა არის ჩვენს მხარეს, რიცხოვნება არის ჩვენს სასარგებლოდ, მაშ რაშია საქმე? რწმენაშია საქმე და სად არის რწმენა? რწმენაც აქ არის. თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მომავლის გადამსახედი და შევხედოთ დღევანდელ ყოფას. არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ გვაქვს უფლება ოდნავ მაინც დავუშვათ, რომ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა ჩვენი პასიურობით. ქართული ოცნება მიუხედავად მათი მცდელობისა ამას ვერ განახორციელებს. ვერ განახორციელებს, იმიტომ რომ ისეული ქართველი ერი ამას არ დაუშვებს. მეასე და მეორასე ხარისხოვანია დღეს ნებისმიერი პოლიტიკური პარტია. დღეს ერი უნდა გაერთიანდეს ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე. ძალიან ცხადად დაინახა ქართულმა ოცნებამ. იმაზე ცხადად, ვიდრე ბავშვს ეგონა, კაფიოდ და ნათვად, რომ იგი მარცხდება ამ არჩევნებში. მისი გენერალური მდივანი ქართული ოცნების თბილისში ახლოსაც კი ვერ უახლოვდება დაწესებულ 3%-იან ბარიერს. მნიშვნელობა არ აქვს. ქართული ოცნება აღიარებს თუ არ აღიარებს 53%-იან პრინციპს. ჩვენ გავალთ ამ რეფერენდუმზე და ჩვენ დავამარცხებთ ქართულ ოცნებას და ქართული ოცნება იქნება იძულებული, რომ ჩაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ ვკითხავთ ჩვენ რეფერენდუმში გამარჯვება ჩანიშნავს ქართველი ხალხი. რაც შეეხება ახლა პარლამენტს. მოგესალმებათ, ის თავმჯდომარეობა, რომელიც იმართება პარლამენტში, დაცლილია ლეგიტიმაციისგან და მე პირადად მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე თხემით ტერფამდე გადავდივარ ელენესთან ერთად, მეგობრებთან ერთად, ქართულ ხალხთან ერთად უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ ამავე დროს ჩემი უმორჩილესი თხოვნით, ჩემი პრინციპული პოზიციით, ჩემი პრინციპული დამოკიდებულების გათვალისწინებით, გუნდის შიგნით, მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს, რომ ისინი ამ ეტაპზე
დარჩნენ ტექნიკურად, ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანიოთ ქართულ ოცნებას. ამის შემდეგ მათ რა თქმა უნდა მოუწევთ ამ ყველაფრის გაკეთება და თუ კი ამაზეც ხელი აიღეს საერთაშორისო საზოგადოება კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახავს რამხელა სიმერაგეს და დამატებით აქვთ მათ საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ რა თქმა უნდა რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართული ხალხის მიერ არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი. მოკლედ მე ნიკა მელია ვტოვებ პარლამენტს, ვტოვებ საპარლამენტო მანდატს, მაგრამ ჩემივე ძალიან პრინციპული თხოვნით, მიუხედავად წინააღმდეგობისა გუნდის შიგნით, ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე რჩებიან პარლამენტში ზემოთ ხსენებული მიზეზის გათვალისწინებით. დიდი მადლობა ბრძოლა გამარჯვებამდე და ბრძოლა ამ ქვეყანაში ამაყი ხალხის გამარჯვებისთვის. არავის არც ერთ ეტაპზე არ გაუმარჯვია ქართული ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში. არც ერთ მით უმეტეს ოლიგარქიულ რეჟიმს ვერ მიუღწევია საწადელისთვის. აგერ თქვენ, აგერ ჩვენ ორ თვეში რეფერენდუმში გაიმარჯვოს ქართული ხალხი და ეს რეჟიმი დათმოს მათთვის სადავოებით.